სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის სასახლეში ეპატიჟება. როგორც პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის მზად არის დაჯდეს ივანიშვილთან ერთად და ახალი არჩევნების თარიღი მოიფიქრონ. მისი განცხადებით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს. მოვუწოდებ კობახიძეს გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპოლუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მიუღებელია კობახიძის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ. დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 29 დეკემბერს ამოიწურება. საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს. მისი თქმით, ეუთო ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ ქართული ოცნება არალეგიტიმურია. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი ლეგიტიმური ძალა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილია. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის მაიკ კარპენტერის განცხადებით, ახალ საქართველოს მომავალის სასწორზე დევს. როგორც მან ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ის რაც ქუჩებში მოხდა, ძალადობა და დემონსტრანტების ცემა შემაძრწუნებელია. მისი თქმით, ყველაფერი, რისკენაც საქართველოს წლების, 10 წლეულების განმავლობაში მისწრაფოდა ევროკავშირში თუ ნატოში, ეს ყველაფერი ახალ სასწორზე დევს. ეუთო ოდირის საბოლოოდ დასკვნა საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ ხარვეზებს ადასტურებს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მართა კოსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს პრიორიტეტულ რეკომენდაციებს, რათა დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, რამაც ასობით 1000 ქართველი ქუჩაში გამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკანა აცხადებს. მისი თქმით, დასავლეთის ყურადღების ქვეშ რჩება ანტისახელისუფლება მასშტაბური საპროტესტო აქციები. ცახკანა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ისე, რომ ამას შედეგები არ მოჰყვას. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქართული ხალხი განაგრძობს ქუჩაში გამოსვლას და უარს ამბობს შეეგუოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროპასა და დემოკრატიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამას, მაგრამ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ამბობს ტრამპი, როგორც მან აღნიშნა, სურს რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე რეაქცია იყო, რომ უკრაინის გავლით გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია. სლოვაკეთის პრემიერის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა დასავლეთისთვის გაზის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა ზელენსკის პოზიციის გათვალისწინებით 1 იანვრის შემდეგ ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ფიცოს თქმით, პუტინთან განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები, ასევე მოსკოვსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობები. ცნობისთვის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს გუშინ შეხვდა. ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნისთვის ემზადება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა იონჰაპის სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს იმ კამიკაძე დრონების წარმოებას და მიწოდებას, რომელიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს. დაზვერვის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განიხილოს თავისი შეიარაღების სისტემა.